შემოგვიერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალტონი ქეთევან-ტრაპაიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თუ როგორ აისახა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი ქართულ კინემატოგრაფში. ფილმში ქალტონი ქეთევან მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ქალტონი ქეთევან, კინო ეს არის მხოლოდ თქვათ ხელოვნების ნაწილი, არამედ ეს არის იმ ეპოქის სარკე, ასე ვთქვათ, ხო, რა პერიოდშიც გვიწევს ჩვენ ყოფნა, ასე ვთქვათ. რა გავლენა იქონია ოკუპაციის პერიოდმა, როგორი იყო ჩამოყალიბების პროცესი ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში? კი ბატონო, რა თქმა უნდა, განუყოფლად ისტორიისაგან არაფერი არ არსებობს. ჩვენ იშვიათად ვსწავლობთ ადამიანი კაცობრიობა საერთოდ არ არის მოწადინებული რომ მაგალითებზე ისწავლოს სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ უნდა გვესწავლა მთელი ამ ხნის მანძილზე და მით უმეტეს კინემატოგრაფი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი იმ მხრივ, რომ გარდა იმისა, რომ მას ეს გასაოცარი აღქმის და გადმოცემის უნარი აქვს, ეხლა ეს ძალიან ტრივიალური ჭეშმარიტებაა და ამაზე არავინ არ კამათობს, მაგრამ ეპოქის სარკეს ქმნის კიდევ. გასაკვირველია იმ გვარს, რომელსაც შემდეგ შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს ერთდროულად საზოგადოებრივ განწყობებზე, იმ შეცდომებზე, რომელიც წინ უძღოდა ამას ყოველივეს, ახლა დამერწმუნებით ალბათ, რომ 1921 წლიდან, როდესაც გასაბჭოება მოხდა ქვეყნის და სანამ დამოუკიდებლობა გამოცხადდა საქართველოში, აი იმ პერიოდის ჩათვლით მთელი ამ ხნის მანძილზე საბჭოთა კინოს პირობებში ქართული კინო ახერხებდა და ზუსტად იმ სათქმელს გადმოსცემდა და მაყურებელს იმ ენაზე ესაუბრებოდა, რომელიც მას მაყურებელს აინტერესებდა უპირველეს ყოვლისა და რომელიც ამ ეპოქასთანაც იყო კავშირში და ამ ისტორიულ ჭეშმარიტებასთან და რეალობასთან. ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ 21 წლიდან მოყოლებული და საბჭოთა ჯარების შემოსვლიდან მოყოლებული საქართველოში თითქმის ყველა მოქმედი ოპერატორი და ქართული კინოს პიონერი და ის ადამიანები, ვინც ამ ეპოქის და ამ მოვლენათა მომსწრე გახდათ, თითქმის ყველას აღბეჭდილი აქვს, ასე თუ ისე მეტნაკლებად აი ეს განსაცდელი და ეს პერიოდი ფირზე. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ქრონიკის ნაწილია, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი და მისი დიდი ნაწილი 30-იანი წლების პერიოდს და რეპრესიებს ვერ გადაურჩებოდა, იმიტომ რომ იმ ხანად რაღაცის, ასე ვთქვათ, შენახვა და გულდასმით დაროზე შემოდება ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა კიდევ განადგურება რაღაც მასალის, რომელიც დაუშვათ ჩვენთვის პროფესორად საბჭოთა ოკუპაციის პირობებში და საბჭოთა პირობებში იდეოლოგიისთვის არ იყო ხელსაყრელი თავისთავად. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორია ფოტოგრაფია და როგორი კინო ამ პერიოდში, ხო? ჩვენ გვაქვს ქრონიკა, ჩვენ გვაქვს ფოტომასალა, ძალიან მდიდარი ფოტომასალა, რომელიც ჩვენს მუზეუმებში და არქივებში ინახება. პორტრეტები, რომელსაც არაფერი არ ცვლის, ბუნებრივია და კინომ აი ამ ფაქტების აღბეჭდვით მოახერხა ის, რომ დაუბრუნებლად და იმ ეპოქასთან თანხვედრაში აი რაღაც ჭეშმარიტებასთან ერთად ასახა განწყობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განწყობა საზოგადოებისა, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ 30-იან წლებში, როდესაც სტალინურ ეპოქაში, ხო 40-იან წლებში, მცირე ფილმიანობაში, როდესაც იდეოლოგიას სურდა და ხელეწიფებოდა და სჭირდებოდა საკუთარი ქმედებების გამართლება და ბუნებრივია, რომ ის ამას აკეთებდა. საბჭოთა იდეოლოგიაც, დემოკრატიული იდეოლოგიაც ამას ჩადის და ნებისმიერი, რომელსაც ეს სჭირდება თავისთავად, ძალიან მიზანმიმართულად და წინ დაუხედავად აკეთებს ამას. ხომ? აი იმ ეპოქაშიც კი რაღაც როგორ შემოგვენახა ახლა ჩვენ ეს მასალები. რაღაცეები, რაც არ იყო ხელსაყრელი საბჭოთა იდეოლოგიური სტრუქტურებისთვის, ის მასალებიც კი შეინახა, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ არის რაღაცა, რაც კი ისტორიას არ ასახავს, შესაძლებელია რაღაც ხელსაყრელ ჭრილში, მაგრამ მაინც ეს კინოს სჭირდება. ასე დარჩა ქართულ კინოს, მხატვრულ კინოსთან ერთად, რომელიც გახდათ იდეოლოგიური და საბჭოთა ჯარების შემოსვლას მაგალითად არსენადან დაწყებული, დამთავრებული, ძალიან ბევრი იდეოლოგიური ბრჭყალებში შედევრით ამართლებდა, ასე დაგვრჩა ჩვენ ეს საოცრად მდიდარი ქრონიკა, ძალზე მდიდარი ქრონიკა, რომელიც გვაინტერესებდა. დადგა შემდეგ 60-იანი წლები კარდატეხის ხანა და ბუნებრივია საბჭოთა ოკუპაციაზე ასე ღიად საუბარი
შესაძლებელი არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვყავდა რეჟისორები, რომლებიც რაღაცა გასაოცარი ქვეტექსტებით და ენით აუწერელი სიმამაცით, რა თქმა უნდა, მაგალითისთვის ახლა არ შემიძლია მუდმივად მახსენდება და ყოველთვის მახსენდება ამ დროს გიორგი შენგელაიას ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა, რომელიც მოგვიანებით არის გადაღებული, მაგრამ ნუ თუ შეიძლება უფრო სრულქმნილი მოდელის, პირობითი მოდელის, იგაური მოდელის, ამავე დროს რეალიზმთან ასე ახლოს მყოფი და ასე ახლოს მდგომი მოდელის მონახვა მხატვრულ კინოში და აი იმგვარი მხატვრული სტრუქტურის და ქსოვილის შექმნა, რომელშიც ასე სრულფასოვნად წარმოჩინდება სწორედ აი ძალიან კონკრეტული ხანა, ის პერიოდი, როდესაც ოკუპაცია დგება და როდესაც ეს წინა რევოლუციური განწყობები ენით აუწერელი, ხო? ერთი მხრივ და მეორე მხრივ მასთან დაპირისპირებული ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოფხიზლებული და არ იცის რა ემუქრება, ხო? სწორედ ამიტომ ამას ყველაფერს პროგრესულს უწოდებს. ის ისტერია, რომელიც რევოლუციას ახლდა თან, ხო? და ოკუპაციას ახლდა თან და რევოლუციური განწყობის ის ქვეტექსტი და ის ლოგიკისაგან შორს მდგარი განცდა იმისა, რომ აი ამით სამართლიანობას ვამყარებთ და ასე შემდეგ და იცვლება ყველაფერი ყველაზე კარგად და პირობითად, თან პირობით მხატვრულ ჩარჩოში სწორედ ამ ფილმშია აღწერილი და ასე ვთქვათ, განსხეულებული თავის მხატვრული ნიშნით, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიულ ინტერესებს ემსახურებიან და ამით ყველაზე დიდ საგანძურს შემოუნახავენ მომავალ თაობებს, აი სწორედ ის ხდება სამიზნე და მსხვერპლი იდეოლოგიის რწმენის იმისა, რომ შეიძლება ყველას ასე იოლად მოღალატ და მტერი დაუძახო, რა არის სინამდვილეში, ხო? ოკუპაციის ეს პირველი ნიშანი და პირველი სურვილი ვასალობისა ის, რომ შენ ძალიან მარტივად შეიძლება მოექცე იმ რეპრესიულ გზაზე დადგე, რომელსაც დანდობა არც პროფესიული, არც ღირსებითი, არც წარმომავლობითი, არც არანაირი ნიშნით არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ თუ გახსოვთ, რა თქმა უნდა, გიორგი შენგელაიას ფილმშიც პრინციპში ეს ყოველთვის არის უსახურ ბრბოსთან უხილავი ბრძოლა. როგორ ახერხებდნენ ქართველი რეჟისორები, რომელთაც ამ ცენზურისა, თქვათ, რომ მაინც ახერხებდნენ ამ სათქმელის გადმოცემას, იმ ღირებულებების შენარჩუნებას, ასე შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის. ქვეტექსტით, იცით, ქვეტექსტი გამართლება უნდა გქონოდა. რა საკვირველია, ძალიან ბევრ ამას უნდა ნიშნავდეს. აი ხა ჩვენ რო ის მაგალითი ავიღოთ, რომელსაც საუბრობთ, ხომ? და მე უსახური მასა ვახსენე, ხო, აი ამგვარი მასის უვიცი ინტერესები ყოველთვის ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება მე და თქვენ მოვიძიოთ. რა საკვირველია, უბრალოდ მთავარია საზოგადოების ზოგადი განწყობა არ დახვდეს ეპოქაში ამას ყოველივეს, თორემ იგივე განმეორდება. ყოველთვის იქნებიან ახალგაზრდა კომპოზიტორის როლს გარდაცვლილი ლევან აბაშიძე ასრულებს, იცით თქვენ, ხო? ყოველთვის მოიძებნებიან იმგვარი სამიზნეები, ვისაც არასოდეს არაფერი შეუქმნია სიკეთის გარდა, მაგრამ მაინც მოღალატედ შეირაცხება და აუცილებლად მსხვერპლი იქნება ამ საზოგადოებისა. რა თქმა უნდა, ეს ერთი მაგალითია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან ეს აზრი არ კრთოდა თავისთავად. ხო, ეს ის თაობა იყო, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა და ძალიან კარგად იცოდა სინამდვილეში ისტორია. იცოდა, ღრმად ცოდნით, 60-იანელებმა იცოდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორია უპირველეს ყოვლისა და ამაზე იდგა მათი ინტერესები და ამაზე იდგა მათი მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა და შეგნება ძალიან საინტერესოდ. მაგალითად, იმგვარი რეჟისორი, როგორც მერაბ კოკუჩაშვილია, თავისი გასაოცარი მორალური და მოქალაქეობრივი მრწამსით, ხო, რომელსაც მართალი გითხრათ, მე არც მახსოვს შემთხვევა, როდესაც ამის შესაძლებელია რაიმე მერყეობის ნიშანი ახლდეს თან მის შემოქმედებაში. არასოდეს, ხო, როგორი მტკიცია ის თავის ამ პოზიციაში ყოველთვის. აი მერაბ კოკუჩაშვილის დოკუმენტური ფილმი გზა, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, რომელიც სატელევიზიო ფილმების სტუდიაში შეიქმნა, სწორედ ამ პროცესს ასახავს თავიდან, საწყისიდან ბოლომდე. რომელიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ თუ რამ უნდა დახვედროდა ამას ყველაფერს, ეს იყო ჩვენი მრწამსის ის აი უტყვი და განუზომელი ძალა, რომელსაც შეეძლო წინ აღდგომო და ყოველივე ამას და ეს ყველაფერი იმ ისტორიული მონაკვეთების აღწერაში საოცრად სამართლიანში და ძალიან საინტერესოში, სადაც პორტრეტები და
ხატული ნიშნებიც ჩნდება აი ამ სისავსეში იკრებს თავს. მე ხა ძალიან მწოდება გული რომ მაგალითად ამ ეტაპზე ამ ფილმის გადახედვა ხშირად არ ხდება ხოლმე. მართალი გითხრათ, უამრავ რამეს ისწავლი და ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამ ერთი ნიმუშისგან თუ გნებავთ. აი ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, იცით. და სწორედ აქ ჩნდება საბჭოთა ოკუპაციის ის ნიშნები, უпростоრად მისი განხილვის და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდშია ეს ფილმი გადაღებული, მოგეხსენებათ, ხომ ჯერ კიდევ. აი ოკუპაციის განვითარების და უბრალოდ საბჭოთა სისტემის მანკიერების მთელი ის სიღრმე, რომელიც ასეთ ისტორიულ წარსულს დაუპირისპირდა საქართველოს სახით, ხო? ისტორიულ წარსულს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ისტორიის ძალიან ღრმა, გასაოცარი ცოდნით არის აღწერილი ამ ფილმში, რასაც არაფერი არ შეედრება. და ერთგვარი შეჯამების სახით ერთი წუთი გვაქვს დაახლოებით დარჩენილი და ძალიან მოკლედ რომ მოვახერხოთ. ეს იყო ალბათ პირველ რიგში რეჟისორიდან დაწყებული მსახიობის როლით გაგრძელებული ერთგვარი პროტესტი, ხომ ალბათ? ქართულ კინოში არა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იცით, ნებისმიერ ფაზაში ჩვენი განვითარებისა 20-იანი წლები, აი ამაზე უფრო ნათელი სურათი რა შეიძლება იყოს, რომ პირველი 10 წლეულია საბჭოთა ოკუპაციისა საქართველოში და საქართველოში 20-იანი წლების ბოლოს იქმნება ჯიმშვანთე, იქმნება ჩემი ბებია და იქმნება ელისო. ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოქმედება, რა თქმა უნდა, ხდება მთიან ჩეჩნეთში, თავისთავად ეს ყველაფერი განასხეულებს და ასახავს საქართველოსაც უპირველეს ყოვლისა, ხო, რომელიც აი ასეთი შიშველის სახით დადგა მტრის წინაშე. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. შეგახსენეთ სტუდიის სტუმარი გახდათ კინომცოდნე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე.